თუ გაგიგებდნენ ყველს რა რეაქცია ქონდა ჩავლებს? ძალიან ბრაზდებოდნენ და მსჯიდნენ. კიდევ უფრო მაგრად მსჯიდნენ, ვიდრე ამის გარეშე იქნებოდა, მაგრამ ძალიან მატყუარა ბავშვი ვიყავი, როგორც ჩანს, ვიტყუებოდი ხოლმე და ვცდილობდი რომ დამეფარა, თქვათ რა ვიცი, 4-იანი არ უყვარდათ ოჯახში, ამიტომ რაღაცა შეიძლებოდა დღიურიდან ამომეშალა თუ შემთხვევით 4-იანს მივიღებდი. თუმცა იშვიათად მიწევდა ხოლმე ესეთი, მაგრამ მაინც გიძებ. მაინც მიქნია ალბათ. ჩემი პირველი 4-იანი როგორ მახსოვს იცი? მშობლები დედა ჩემი შორიდან მოდიოდა და კედელთან დავიმალე რომ 4-იანი რომ მივიღე როგორ უნდა უთხრა მეტი. ბაბუას მაგრად უყვარდა სკოლის დირექტორი იყო ბაბუ. ჩათვლის ციგნაკი სწორად მახსოვს სახელი უნივერსიტეტში. და იქ სკოლაში დღიური, აი მე დღიური უკვე აღარ მომიწია. 92-ში დავიწყე სწავლა და აღარ მომიწია და ჩათვლის ციგნაკი მომიწია და ძალიან უხარო და ხუთიანები რო ეწერდა და უნივერსიტეტში გამოსვლაზე არც მიგქონდა, აღარ ითხოვდნენ და ჩემით წერდი და ბაბუა ისე გარდაიცვალა რომ ეგონა ყველაფერში ხუნდება. ბედნიერი იყო და ვთვლი რომ ძალიან სწორ ტყუილს ვამბობდი.